დილამშვიდობისა, რადიომედიის დილის არხის ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას და სტუდიაში კახა გელაშვილთან ერთად მუშაობთ და შემოგთავაზებთ დილის სპორტულ მიმოხილვას. მოკლედ, როგორც იქნა ძველი დიდების გახსენება, როგორღაც გამოუვიდა ჩელსის და კონფერენს ლიგა აღმართა, აქეთ ფლორიდა ისევ ფინალშია, პლეიოფშია, მესი კვლავ ფორმაშია და მისი საგოლე პასითა და გოლით მისმა გუნდმა მოახერხა მორიგი წინსვლა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ქასაკის მიუხედავად, 19 თამაში 13 გოლი, 13 და პლუს 4 გოლი ასისტი, მაგრამ ჩვენ ახლა დიდ ფეხბურთზე საუბრის დაწყებამდე ჩვენი დიალოგი ეს სტარტშივე უნდა გამოვეხმაუროთ ჩვენი მინი ფეხბურთელების შესანიშნავ შედეგს. შესანიშნავი შედეგი ნამდვილად უნდა ითქვა, თუმცა იყო მოლოდინი უფრო მეტისა, რა თქმა უნდა, ზედიზედ მეორედ გავიდა ჩვენი მინი ფეხბურთელთან ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ პლეიოფში, თუმცა პლეიოფის პირველივე ეტაპი წარუმატებელი აღმოჩნდა, ამჯერად სერბეთის ნაკრებთან დამარცხდნენ ქართველი მინი ფეხბურთელები აბსოლუტურად თანაბარ და შეიძლება ითქვას არ გაუმართლათ ჩვენებს 2-3, თავისუფლად შეიძლებოდა ბოლოს გათანაბრება ანგარიშსა და დამატებით პენალტების სერიაში თუნდაც სერბების ძლევა. მაგრამ ამის მიუხედავად წარმატებაა პლეიოფში გასვლა, ბრწყინვალე ჩატარებული ჯგუფური ეტაპი, არგენტინის ნაკრების განადგურება, თუმცა არგენტინას მინი ფეხბურთში არ ყავს, უნდა ითქვას, კარგი ნაკრები, მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ მაინც არგენტინა ფეხბურთია, მაინც რაც არ უნდა იყოს. ასე რომ მერვედფინალიდან ასრულებს საქართველოს ნაკრები გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ბაქო მას მისძლევს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქი. იქ აგრძელებს გამოსვლას სერბეთი, ჩვენი მეტოქე. აქვე შევახსენოთ მსმენელს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ჩეხეთის ნაკრებს ჩამორჩა მხოლოდ ბურთების უკეთესი, უпроსტად ერთი ბურთის ხოლმე პლუს 8 ჰქონდათ სერბებს, პლუს გასაუბრად ჩეხებს და პლუს 7 ჩვენებს და ამის წყალობით ჩეხეთი გავიდა პირველ ადგილზე, ჩვენ მეორეზე გვერგო სერბეთის ძალიან ძლიერი გუნდი და საბოლოოდ მარცხი. ზედიზედ ასეთ ტურნირზე გასვლა მეორედ ჯგუფური ეტაპის კარგი გავლა პლეიოფამდე მისვლა უკვე ჩვენთვის კარგი შედეგია და იმის სტიმულია რომ მომავალ პერიოდზე უკვე მსგავსი ამ ტურნირისა პლეიოფის იქით გასვლის ამბიცია გვექნება კიდევ უფრო მეტი აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიდრე დღეს გვქონდა. აღნიშნოთ ასევე რომ მინი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებით ფუტზალისგან იმართება 2 წელიწადში ერთხელ, ფუტზალი ასევე დარბაზის ფეხბურთის ოღონდ სხვა სახეობა. მათ შორისაც ხო არის სხვაობა. სტადიონის ზომა, წესებსა და სხვაობა ძალიან ბევრია და მსგავსებაც შეიძლება ითქვას კიდევ უფრო ბევრი. ერთი შეხედვით ფეხბურთია. კი, ფეხბურთია, ფეხბურთის განშტოებაა დიდი ფეხბურთის, ოღონდ ფუტზალი ამერიკული ვარიანტია, მინი ფეხბურთი ევროპული ვარიანტი, არის განსხვავება თვითონ სათამაშო სქემებსა, თქვათ, იქ კარების ზომა იქნება ბურთის ზონა თუ სტადიონის ზომა სხვა, ბურთის სხვა, წესები განსხვავება, მაგრამ განსხვავება არის. მინი ფეხბურთი არის FIFA-ს წევრი, FIFA-ს პატრონაჟით ატარებს საერთაშორისო ტურნირს, ფუტზალი კი არ გაერთიანდა. ამერიკული ფედერაცია არის ფუტზალის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც არ დაეთანხმა FIFA-ს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის თქვათ დირექტივებს, იქნებოდა ეს ტურნირების ჩატარება, იქნებოდა თვითონ თამაშის თქვათ იქ სხვადასხვა ცვლილებების შეტანა და ამიტომ აეკრძალა მის სახელწოდებაში ფეხბურთი, ანუ ინგლისური ვარიანტი ფუტბოლ და ამიტომ ქვია ფუტზალი. ფეხბურთი არ ფიგურირებს ფუტზალში. განსხვავებები ძალიან ბევრია, ეხა 25-45-ზეა მინი ფეხბურთის სათამაშო მოედანი, 25-45-ზე. აქ კი 38-42-მდე დიდია უფრო ფუტზალის. სიგანი 20-დან 25 მეტრამდე, კარების ზომა აქ 3-2-ზეა მინი ფეხბურთში. 3-2-ზე ასევე იგივე არის ხელბურთის კარების ზომა. ხო, ორივე თამაში არის 5-5-ზე, 4 მოედნის მოთამაშე, 1 მეკარი, აქ იდენტურია, ფუტზალი არის უფრო ასე ვთქვათ, კონტაქტური და უფრო ხისტი, ვიდრე მინი ფეხბურთი. და არის, რა ვიცი, ძალიან სხვადასხვა
იშვიათია ქვეყნები, სადაც როგორც მინი ფეხბურთში ყავთ ნაკრები გუნდი, ასევე ფუტზალში საქართველოს ერთ-ერთი აი ამ იშვიათეს ნაკრებთაგანია, რომელიც როგორც ფუტზალის მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშობს, ასევე აგერ მინი ფეხბურთში და რამდენიმე წლის წინ ფუტზალის სერიოზულ ტურნირს არ უმასმენებლეთ, კი, რა თქმა უნდა, საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზეც კი, რამდენიმე წლის წინ. კი, ფუტზალია, კი ბატონო. და არის კიდე როგორი განსხვავება, იცი რომ ასე კატეგორიული მოთხოვნაა, რომ თქვა ფეხბურთელი, რომელიც ირჩევს ერთ-ერთ სახეობას, ან თქვა ფუტზალს, მას კარიერის ბოლომდე მხოლოდ მინი ფეხბურთში გადასვლის უფლება არ აქვს. ან პირიქით მინი ფეხბურთში თუ ფუტზალში ვერ გადავა. და კიდევ რავი, ძალიან ბევრი განსხვავებებია, ორივე დარბაზის ფეხბურთია და თქვა ნიუანსი შეიძლება. გული რო არ დაგწყვეს ერთი და მეორეში ვერ გადახვალ, მეორედან პირველში არც ერთი არ უნდა წახვიდე. ისე ეს ბოლოს პროტესტი გამოვაცხადა და არც მე აი პროტესტს ვაცხადებ და ამიტომაც ხოლმე საუბრობ მეწილად, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, კიდე ძალიან ბევრი განსხვავებებია. სხვათა შორის თამაშის სტილიც, მანერაც შესაძლებლობებიც და აი მცირე სივრცეში მოქნილობის უფრო მაღალი ხარისხი მინი ფეხბურთსა თუ ფუტზალში საერთოდ სხვა განზომილებაა. ხო, ფუტზალში თქვა აი ესეთი აი დიდ ფეხბურთში არის თქვა ეგრეთ წოდებული პატკატი ან თქვა რაღაც ისეთი ხისტი თამაში რომელიც შეიძლება ფეხბურთელის ტრავმა გამოიწვიოს. აი ეს მინი ფეხბურთში უიშვიათეს შემთხვევა შედარებით უფრო ხშირია ფუტზალში. ფუტზალი უფრო კონტაქტურია შედარებით. მცირე სივრცეში კონტაქტური, კი და ეს წესები, კანონები, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ხო, მაგრამ არა, მე სხვა რამეს ვამბობ. 10 მეტრიანი პენალტია, X 9 მეტრიანია. რამდენიც გროვდებოდით, იმდენი თამაშობდით ხოლმე მინი ფეხბურთს და თუ საჭირო იყო, ყველაზე საინტერესო იყო ხოლმე კიპერობა. ვინც იღლებოდა, კარში დგებოდა, ოღონდ შეთანხმება იყო. კარში თამაშობს მარტო თუ გამოდის კიდევაც. ხელით თამაშობს კარში თუ არ აქვს მაგის უფლება და თან მოედანზეც დამატებით. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ორივე სახეობა ეს ფეხბურთის და ფუტზალის და მინი ფეხბურთის არის ძალიან სანახაობრივი, დაძაბული და შაში ფეხბურთიც ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არ არის. ერთ-ერთი ვერსიაც ხო იყო, რომ ბრაზილიელებს რატო გამოძდით ასე მაგრად, იმიტომ რომ პლაჟზე ქვიშაში რო თამაშობენ, ეს ძალიან ეხმარება მას. აი ბრაზილიას ფუტზალში ყავს ძალიან მაგარი, მინი ფეხბურთში არც. აქ ფუტზალში ხა მინი ფეხბურთში არიან ისეთი გუნდები მსოფლიოში, აი მაგალითად რუმინეთი იყო შაწინა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, ხა წააგო პლეიოფი. ბრაზილიას მე მგონი მინი ფეხბურთში არც ყავს გუნდი, არ მეუღია ყოველ შემთხვევაში. მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია ეს. ახლა დიდ ფეხბურთში ისეთ შედეგებზე გადიან, ცალიას არის ფეხბურთისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ეს ფორმატი ფეხბურთისა არის უმნიშვნელოვანესი და ყველას თავისი კომაგი ყავს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტსმენებს შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამა თუ იმ მიმართულებით გამოავლინონ. ჩვენ ალბათ რადგან ჩვენს მინი ფეხბურთში ჩვენს ნაკრებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვეხმაუროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც, რომელმაც ამ კვირას თავისი ძველი ელემენტებით ახალი ფორმატს წარმოგვიდგინა. ჩვენ არ ვიცი, შენ მოგიწია თუ არა ეთერში მუშაობამ ალბათ დიტოს, როდესაც ხო, ვინისალიოს მხრიდან საუბარიც მოვისმინეთ ახალ შემადგენლობაზე, ახალ ფეხბურთელებზე, 4 დებიუტანტი გვაყოლება თუ ფორმაზე არის ძალიან დიდი ახალი ფორმაზე, როგორც ყველაფერზე ყოველთვის, რომ ბევრს მოწონს, ბევრს ღილები არ მოწონს, ბევრს გასვლითი ფორმა შავი რო არ მოწონს, ბევრს პირიქით ძალიან მოწონს. ეს ახალი ფორმა მე ვფიქრობ აი ეს სახელურებს ხო რაც პოლოს მსგავსი ანუ კლასიკური მაისკენ მიდის თანამედროვე ფეხბურთში არ არის ხო ეს არის უფრო ადრე იყო და აი ამ თვალსაზრისით მრავალფეროვნების კუთხით მე რა არც არაფერი მე მაგალითად ძალიან უწევს თავარია ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენოს და სუპერ დიდი მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა დიდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესე ჩვენი სახეა კი რა თქმა აგერ ერთი ასეთ კურიოზული ისიც იყო მოვლენა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრების ფორმა სადაც ასე კომბინიზონების ვარიანტ პირდაპირ ტრუსები და ის გადაბმული იყო და FIFA რა არისო ეხლა ესო და იქვე გააუკრძალეს მე მგონი მსოფლიო ჩემპიონატზე ნამეტანი ორიგინალურია ხო პირდაპირ ისვავდნენ ესე იგი ტრუსი და მაისური გადაბმული თუ სწორად მახსოვს ბევრი წლის წინ იყო როდესაც ჩვენს ნაკრებს არა თუ ფორმის დიზაინი არამედ სათამაშო ფორმის გარეთ, აი
კოსტიუმების ერთიანი დიზაინი ქონდა ძალიან კარგი ჩვენების შექმნილი. ჩემი აზრით 100-იანი იყო ჩართული ამ დიზაინის შექმნაში და მაშინაც სერიოზული გამოხმაურება იყო. შენაო 90-იანი წლების დამოუკიდებელი ქართული კი, ანუ ძალიან ბევრი შეფასება საუბარი იყო, ძალიან ელეგანტური, კარგი. კი, კარგი მართალი ხარ, გეტყვი, მაგრამ ეგ უფრო იყო იმით, რომ პირველი გასვლა იყო, პირველი საერთაშორისო უკვე ჩავეწერეთ ჩვენს რო იტყვიან იმ ყოველდღიურობაში ცხოვრობდა ევროპული ფეხბურთი, მსოფლიო ფეხბურთი და ყველაფერით მოგწონდა თავიდან, ყველანაირი თამაში და აი სწორედ იმ ძველი ფორმის ელემენტები იგრძნობა, ხო და გადაწყვეტა არის ძველი ფორმის. ხო, შეხედავ შეიძლება რაღაცა ისა ძველი ფეხბურთის ასოციაცია შეიძლება იყოს, მაგრამ აი თანამედროვეობაში შეიძლება ამ ფორმამ ესე ტრენდი შემოიტანოს, როდესაც დაუბრუნდებით ამ მოცემულობას, იმიტომ რომ ესეც ხო ევოლუციის ნაწილია რაღაცა. თასმა იყო აქ ბრიტანული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მაისურებზე, მე ისიც გაქრა, ჩვენ ქონდა კიდევაც არაერთ ცნობილ ბრენდთან ქონდა ჩვენ კონტრაქტი და ისინი გვთავაზობდნენ ხოლმე ფორმებს, ხო? ესეც გვახსოვს და მრავალფეროვნებისთვის ჩემი აზრით საინტერესოა და ფიქრობ ყველაზე სწორი კომენტარი იყო ის ერთ-ერთი რომელიც დავინახე რომ ამ მაისურს რო ვიყიდითო ან ბიჭები თამაშის მერეო საერთოდ არ შეუძლიათ არც გამოიცვალონ საქმიან შეხვედრაზე წავლენ ისიც მაისურია. უკვე დაიწყო 27 მაისიდან დაიწყო მაისურების რეალიზაცია ნებისმიერ მსურველად შეიძლება არის მითითებული, სადაც შეიძლება მაღაზიები, ინტერნეტით შეძენა. პლუს თვითონ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ მაღაზიაში და ხა იმას ვფიქრობდი, ანუ რა გამოდის ჩემი ეს ნაკრების ძველი მაისური ვაღირებულებას იძენს ეპოქალურია. რა თქმა უნდა, ეხლა აგერ ბევრი არის, ბავშვები არიან, აგერ ჩემს სახლობაში, რომელსაც ახვიჩამ კვარაცხელიას მოყვარულები და ნაპოლის ფორმები აქვს და უკვე რაღაც მინდაო ეხლა ეს PSG-ის ფორმა ხო, მაგრამ ის თავისებური ის ხომ აქვს ეხლა მაინც რო ეს რაც შეეხება მთავარ თემას უფრო აქტუალურს ჩვენთან ნაკრებთან დაკავშირებით არის ის რომ უახლოეს დღეებში 5 ივნისს და შემდეგ უკვე 8-ში ორი ამხანაგური მატჩი არც ისე ხმოვან საფეხბურთო წარმომადგენლებთან მაგრამ საჭიროა მატჩები. მე საერთოდ თუნდაც ვიწევს ხოლმე საუბრები კოლეგები იქნებიან მეგობრები თუ შემადგენლებთან ძალიან დადებითი კუთხით ვაფასებ ვილის ანიოლის მოღვაწეობას საქართველოს ნაკრებში. შეიძლება ეხლა შეცდომაზე და თქვათ იქ რაღაც კომენაცეთ სკრუპულოზურ გადაწყვეტილებებზე არ მაქვს ლაპარაკი, ეგ ნებისმიერ დიდ თუნდაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს ან თქვა რომ აი ამის მაგივრად ეს შეიყვანა ეს გამოეძახებინა, მაგრამ ფაქტია რომ ნაკრები ისეთ დახვეწილ ფეხბურთს აჩვენებს, როგორც დამოუკიდებლობის პერიოდში არ უჩვენებია 90-იანი წლების დამოუკიდებელი ფეხბურთის პირველი ნაბიჯები ვახსენეთ, მაშინ ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე მე რომ ყვავდნენ შემსრულებლები, შეიძლება უფრო მაღალი დონის, მაგრამ იქ თქვა საფეხბურთო ტაქტიკა იყო, იქ საფეხბურთო ყოველდღიურობა იყო, რომელიც დღეს ჩვენს ნაკრებს აქვს, ესეთი რაღაც არ ყოფილა. ყველაფერ ამას რა თქმა უნდა თაობა მოვიდა ძალიან კარგი თაობა ყოველთვის იყო საქართველოს ნაკრებში, მაგრამ სანიოლის დროს მიღწევა და ხარისხი ფეხბურთის არის ყველაზე მაღალი რაც კი ამ თაობას რეალიზაციის თუ გათვით გამოჩენის მეტი საშუალებაა. ეს მეტოქეები, ფარერის კუნძულები და კაბო-ვერდე რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ ბრაზილიასთან გვესპარინგა თქვა თან ინგლისთან ან თქვა ვიღაც ნიდერლანდებთან რაღაც, მაგრამ ესეთი ყველა ეს არის FIFA-ს ოფიციალური კალენდარი, არის ოფიციალური მატჩები. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იწყება სწორედ ახლა და ასევე ამხანაგური მატჩები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაგეგმილი ჰქონდა სხვადასხვა ნაკრებს. არჩევანი ძალიან დიდი არ იყო და ეს ორი არჩევანი თან ახლა ფარერის კუნძულებია, გასაგებია, აუთსაიდერია მსოფლიოს მასშტაბით, ანაკრებო დონეზე, გნებავ საკლუბო დონეზე. მაგრამ კაცი ამხანაგური შეხვედრა შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდა 4 ახალწლეული ყავს და ეს არის, რა ქვია, ხსანიომა ისაუბრა ამ კონფერენციაზე, რომელიც შენ აღნიშნე და სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემა შეეხო კაშიას თემას 27 წლის არის და თქვა ვინ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება დარაფერი არ ვთქვია სიტუაციის მიხედვით სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავს სადითამ რა კლუბში ეთამაშებს რა ფორმაში იქნება და როგორ იქნება ეს ამ 4 ახალწეულიდან აღნიშნოთ რომ 24-23 წლისანი და 25 წლისანი არიან ვინც იქნებიან კერესელიძე, გაგნიძე და
დაგუა ეს გვარიც ბრუნდება ნაკრებში. კი ბატონო, კი ბატონო. და ყველაზე პატარა საბა ხარებაშვილი. საბა ხარებაშვილზე ისაუბრა ძალიან დადებითად, როგორც მან თქვა, როგორც თბილისის დინამოში ეს ასაკობრივ გუნდებში მაკვირდებოდი ამ ბიჭსო და გამოიძახა ეხა აძლევს შანსს ეროვნულ ნაკრებში. აი ასე თამაშობს. ძალიან დიდი იმედი დავიტოვოთ, რომ საბა ხარებაშვილი იქნება იგივე ჯოკერი, ყმაწვილი ჯოკერი, როგორც იყო ესპანეთის ნაკრებისთვის ლამინ იამალი. რა თქმა უნდა, გისმენოს. ასეთი რაღაც თქვა კიდე სანიელმა პრესკონფერენციაზე, რომ ის ვერ დაესწრება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც ზეგ გველის, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების, ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზეა. მთელი საქართველო უყურებს და მოუყვებით. ხო და გაემგზავრება ახალგაზრდული ნაკრების მატჩების ანახავად. ერთ-ერთი მეტოქი არის საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები, სანიელმა თქვა, რომ პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემი სამშობლოს წარმომადგენელ ნაკრებს არ გულშემატკივრებო საქართველოსთან, ნუ საქართველო. რამდენად გულახდილი იყო ეს ხოთება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეროვნული ნაკრები ამ კაც საბარია და ის არის პასუხისმგებელი და ოფიციალურად ეს თქვა. ჩვენ რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე ალბათ ხვალ უფრო ვისაუბრებთ, იმიტომ რომ შაბათ ჩვენ ეთერი არ გვაქვს და შაბათი დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა. შაბათის და კიდევ რაღაც თემებზეც მითქვა მესაუბრა, მაგრამ გვანიშნებს რომ მეც ვერ მოასწრებთო. შესაბამისად, კონფერენს ლიგის ფინალს რაც შეეხება გუშინ ჩელსი მოიგო და ესე იგი სადღაც 23 ჟანგბადივი სჭირდებოდა ეს გამარჯვება ჩელსის. 23 წლიანი ესეთი პაუზის შემდეგ ესპანური გუნდი პირველად დამარცხდა დიდი ტურნირის ფინალში. რამდენად დიდი ტურნირია კონფერენს ლიგა ეს ხოთება, მაგრამ არის კლუბები, რომლებისთვისაც ეს პიკია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მაგალითად ჩვენ ფინალში გასვლაზე კი არა, აი საწყის სტადიაზე გასვლაც ოცნება გვაქვს იგივე ამ კონფერენს ლიგის 2002 წელს ესპანურმა გუნდებმა ზედიზედ 27 ფინალი ითამაშეს. ეროვნული ნაკრებიდან დაწყებული, ახალგაზრდული ნაკრებიდან დამთავრებული ასევე კლუბები და ყველა ფინალი მოგებული ჰქონდათ. ნუ ერთმანეთს როცა ხვდებოდნენ ესპანური კლუბები, ასე პირველად წააგო აი ამ 23 ხო, იქ ესპანური კლუბები დომინანტები. ბოლოს დამარცხდა ვალენსია პენალტების სერიაში ისიც მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იქიდან მოყოლებული და აი ჩელსიმ გუშინ ბეტისი დაამარცხა 0-1 აგებდა ჩელსის 75 წუთიდან 4 გოლი გაუტანა 4-1 დრო აღარ რჩება სამწუხაროდ რაღაცა გაიხსენეს მოახერხეს და თავისი კოდი რაც დამახასიათებელია ჩელსის გაბარიტების გუნდისთვის კლუბისთვის აგერ და ჩელსი პირველი გუნდია ევროპაში რომელმაც რაც კი ევროტურნირი ყოფილა ყველაფერი მოიგო ახლა ამით შეავს ნუ ამ შემადგენლობის ჩელსის არა ამ შემადგენლობამ საერთოდ კლუბმა ჩელსიმ ჩემპიონთა თასი ხო და ამის შეკრაში მონაწილეობა მიიღო ეს მაინც ექნება ამ შემადგენლობის ჩელსის საქმელი UEFA-ს თასი ევროპა ლიგა კონფერენს ლიგა და გაუქმებული თასების მომენტად თასის მოგებული მოკლედ მე გიმრო ძალით არ გაგვიყვანოს ეთერიდან ჩვენ თვითონ ვამბობთ რომ ვასრულებთ საეთერო დიალოგს საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში მოგვიანებით 1 საათის თავზე მანამდე კი სულ საათზე ახალ ამბებს თამარ აფშილავა გაგაცნობთ ახალ გელაშვილი კი 11 საათიანი საინფორმაციო შემდეგ შემოგიერთდება